ქალაქის სწორი დაგეგმარება, მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული ობიექტი და სხვა მრავალი მიმართულება ქმნის ტურისტებისთვის მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. დედაქალაქიდან 60 კილომეტრში იშლება არეალი, სადაც მომლოცველობითი სათავგადასავლო, საბანაკო, აგრო, არქეოლოგიური, ისტორიული, გასტრონომიური და კიდევ არაერთი ტურია შესაძლებელი. არც ისე ბევრ ქალაქს აქვს ესე სწორი დაგეგმარება. როგორც ამას, იმიტომ რომ აქ არის გერმანული კვალი. ორგანიზებული და სწორად გათვლილი ქალაქ გეგმარება. ეს ადგილი არ არის შორს თბილისიდან. თუ 80% და 60% ტურისტული ტურების იწყება თბილისიდან და ისინი მიემართებიან სვანეთში, მიდიან სამხრეთ საქართველოში, ორჯერ მეტი მანძილია იქითკენ, ხო? ეს გაცილებით ახლოა და აბსოლუტურად განსხვავებული სხვა კულტურული მნიშვნელობების გემი, რომ აქ არის შერეული თქვენ მულტიკულტურული საზოგადოება გაქვთ. დღევანდელი შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს ჯერ პირველ რიგში ტურისტულ კომპანიებმა და საქართველოს მომუშავე გიდებმა, რომლებიც მუშაობენ შემოყვან ტურისტებზე და შემდგომ უკვე რომ მათ რეკლამა გააკეთონ იმისათვის, რომ ტურისტები ჩამოიყვანონ საქართველოში და ტური ისე გაწერონ, რომ ერთ-ერთი მიმართულება იყოს ქვემო ქართლი. მოგეხსენებათ, ქვემო ქართლში არის ძალიან ბევრი ისეთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც არა მარტო უცხოელისთვის, არამედ ქართველისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და პოპულარიზაცია ამ რეგიონის ხელს შეუწყობს იმისათვის, რომ ადგილობრივები დასაქმდნენ, მეტი შემოსავალი მიიღოს ხალხმა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად განვითარდეს რეგიონებში ტურიზმი. ისტორიაც, კულტურაც, ბუნებაც, ღვინოც მათ შორის და ეთნიკური ეთნოსებიც შესაბამისად ის მიმართულება, რომელთაც ქვემო ქართლი მდიდარია. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით ტურისტული კომპანიებისთვის, დამოუკიდებელი გიდებისა და მედია ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რომელიც მოიცავდა დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციების მონახულებას. დღეს შედგა დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გიდებისათვის საინფორმაციო ტური. ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ წელსვე ქვემო ქართლმა იგრძნოს ვიზიტორების სიმრავლე, მოვინახულეთ კულტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები, რითაც აღსანიშნავია და გამორჩეულია ბოლნისი, ნახეთ ბოლნისის სიონი, წუღლუღაშენი, ელიას მთა და მოვინახულეთ გერმანული მარანი და უბნები. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამორჩეული არის თავისი ისტორიული წარსულით, კულტურით, მულტიკულტურული მაცხოვრებლებით, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი სიმდიდრე არის. ბოლნისის თვითონ ქალაქი გამორჩეული არის შვაბური არქიტექტურით, რომელიც გერმანელმა კოლონისტებმა დაგვიტოვეს. ქალაქი არის ქართული, ევროპული წარსულით, რაც ტურისტებს ძალიან იზიდავს. წუღრუღაშენი, ბოლნისის სიონი, ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერი, გერმანული მარნები, საოჯახო სასტუმრო და ისტორიული უბანი. ეს იმ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალია, რომლებიც დღეს სტუმრებმა მოინახულეს. თითოეული მათგანი აღფრთოვანებული დარჩა ნანახით და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი დააინტერესოს არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტიც. მოხარულები ვართ დღევანდელი ჩვენი მოპატიჟებით, ასევე დახვედრით ვფიქრობთ, რომ წაადგება ორივე მხარეს, როგორც ჩვენსაც, ასევე ბოლნისის, დმანისის და იმ მრავალ მუნიციპალიტეტს, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ასევე ამ ტაძრებს საოცარი ადგილებია. თვითონ მოსახლეობაც უფრო აქტიურად იქნებოდა ამ საქმეში ჩართული, რაც უფრო ბევრი ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო გაიხსნება, ადგილობრივი საოჯახო მარანი იქნება, სტუმრები დატვირთული მიიღებს, მხარში ამოუდგება, არა მარტო იცით რა არის, დიდი სასტუმროები კარგია, დიდი მარნები კარგია, მაგრამ ასევე ძალიან კარგია კულტურული ობიექტებიც, თუ დაიტვირთება სტუმრებით, აი უფრო უკეთას წაადგება ამ მხარეს, რა თქმა უნდა. პოტენციალი არის ძალიან კარგი, გარდა ამისა, ფანტასტიკური პოტენციალი აქვს ამ ადგილას, გარდა იმ ძეგლების, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ პოტენციალი დიდია. თავარი რაღაცა პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ და პირველ რიგში ნებისმიერ სახელმწიფო და პირველ რიგში ჩვენ ალბათ უნდა მოვახდინოთ ამის ყველაფრის დაგეგმა კარგად. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განსავითარებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გერმანული კულტურასთან კავშირს და მისი ისტორიული უბნის კატარინენფილდის ტურისტული პოტენციალის შესწავლას. ჩვენ ვართ ჯგუფი მარკეტერების, რომლებიც მუშაობთ ზუსტად აი ამ მარკეტინგულ სტრატეგიაზე.
როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ტურიზმის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.